ომი, რომელიც კაცობრიობის ცნობილ სამყაროს თითქმის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდა, შედარებით ცოტა ხნის წინ მოხდა. და მისი შედეგები დღესაც იგრძნობა. ეს ნაკლებად ცნობილი კონფლიქტი შესაძლოა ყოფილიყო ადამიანის ისტორიის პირველი მსოფლიო ომი, რომელმაც გავლენა მოახდინა თითქმის ყველა დასახლებულ რეგიონზე და გაქცევის შანსი თითქმის გამორიცხა. გასაოცარია, მაგრამ ამ მოვლენის კვალი ჩვენს დნმ-შიცაა ჩაწერილი. თანამედროვე გენომების შესწავლისას მეცნიერებმა აღმოაჩინეს მკაფიო გენეტიკური ბოთლის ყელი. ეს ნიშნავს მოსახლეობის მკვეთრ შემცირებას, რაც გენეტიკურ მრავალფეროვნებას ამცირებს. თუმცა ამ კონკრეტული შემთხვევის მიზეზი ბუნებრივი კი არა, ადამიანური იყო. კვლევამ აჩვენა, რომ ევროპაში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში გენეტიკური მრავალფეროვნება მოულოდნელად შემცირდა ნეოლითის გვიან პერიოდში, რაც მიუთითებს მასობრივ და სწრაფ ადამიანთა დაკარგვაზე. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ეს შემცირება მხოლოდ Y ქრომოსომაზე აღინიშნა, რომელიც მამიდან შვილზე გადადის. ხოლო მიტოქონდრიულ DNM-ში, რომელიც დედიდან გადაეცემა, მსგავსი ცვლილება არ შეიმჩნევა. ეს მიანიშნებს, რომ რაღაცა ძალიან სერიოზული მოხდა მამაკაცებთან, მაგრამ არა ქალებთან. მეცნიერების აზრით, მიზეზი შესაძლოა მძიმე ძალადობა იყო. ბუნებრივი კატასტროფის შემთხვევაში ორივე სქესი თანაბრად დაზარალდებოდა. თუმცა შემცირება ამ შემთხვევაში მსუბუქად ნათქვამია. მკვლევართა შეფასებით, შუა აღმოსავლეთში, აფრიკაში, ევროპასა და აზიაში მამაკაცთა დაახლოებით 95% დაიღუპა. ეს ნიშნავს, რომ ქალები მამაკაცებზე დაახლოებით 19 ჯერ მეტნი იყვნენ. მხოლოდ ყოველ 20 კაციდან 1 გადარჩა. თანამედროვე სტანდარტებით ეს იქნებოდა ადამიანის ისტორიის უდიდესი ომი, სადაც 9 მილიარდი მამაკაცი დაიღუპა, ხოლო მხოლოდ 200 მილიონი გადარჩა. თუ ესეთი მასშტაბის სისასტიკემ გენეტიკური კვალი დატოვა, უნდა არსებობდეს მატერიალური მტკიცებულებებიც. და მართლაც არსებობს. ნეოლითის პერიოდის ევროპაში აღმოჩენილია 200-ზე მეტი ადგილი, სადაც ძალადობრივი სიკვდილის ნიშნებია. ამ ეპოქის ძვლებში ტრავმების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება როგორც წინა, ისე შემდგომ პერიოდებს. 80%-ს ჰქონდა შეხორცებული ჭრილობები, ხოლო 19%-ს უარესად. რაც მიუთითებს, რომ ისინი ხშირად იბრძოდნენ. თუმცა ეს ციფრები ვერ ხსნის 95%-ის დანაკარგს, რადგან მხოლოდ 15%-ს აქვს ძვალზე შემორჩენილი მტკიცებულება. დანარჩენი სიკვდილი შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო ინფექციებით, შიმშილით ან ომით დაკავშირებული ავადობებით. ყველაზე საშინელი ადგილი ამ კონტექსტშია ჰერქსჰაიმი, გერმანიაში. უძველესი მასობრივი სამარხი, რომელიც 5300-დან 4950 წლით თარიღდება ჩვენს წელთ აღრიცხვამდე. ეს ადგილი არ იყო თავდამსხმელთა მსხვერპლი, არამედ თვითონ იყო დამპყრობელთა სოფელი. არქეოლოგებმა აღმოაჩინეს 80 ორმო, სადაც მოიპოვება 1000-ზე მეტი ადამიანის ნაშთი, შესაძლოა 1500-მდე. ჩვილი ბავშვებიდან მოხუცებამდე. თუმცა ისინი უბრალოდ მოკლული არ იყვნენ. მათ სასტიკად მოეპყრნენ. ენები ამოჭრილი ჰქონდათ. თავის ქალები დამტრეული, ძვლები დამსხრეული, ზოგიერთი კი ცეცხლზე შემწვარი. მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ჰერქსჰაიმელები თავის ქალის კულტის მიმდევრები იყვნენ. ისინი თავებს რიტუალებში იყენებდნენ და შესაძლოა ნაწილობრივ კანიბალიზმითაც იყვნენ დაკავებულნი. მიუხედავად სისასტიკისა, ჰერქსჰაიმი დიდ ქალაქად არ ითვლებოდა. იქ შესაძლოა მხოლოდ 50 ადამიანი ცხოვრობდა. თუმცა ისინი ახორციელებდნენ ფართომასშტაბიან ოპერაციებს და მსხვერპლს 480 კილომეტრიან რადიუსში იჭერდნენ. მათი მსხვერპლი იყო მონადირე მესაყრეები, მიწათმოქმედები და მთის ტომები. შემდეგ კი მოულოდნელად ისინი გაქრნენ. სავარაუდოდ შურისძიების შედეგად. ჰერქსჰაიმი ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ადგილია, მაგრამ შორეულ წარსულში ის ერთადერთი არ ყოფილა. უამრავი უძველესი საზოგადოება მტრებს ამახინჯებდა, ცოცხლად მარყავდა და თავებს აგროვებდა. ბრძოლაში იყენებდნენ შუბებს, ბარს, მშვილდებს, ცულებსა და ჯოხებს. მაგრამ იშვიათად ატარებდნენ ჯავშანს. ამ სასტიკ სამყაროში საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა მხოლოდ 20 წელი იყო. ზრდასრულ ასაკამდე მიღწევა უკვე გმირობა იყო. მაგრამ რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი?
რატომ ჩანდა თითქოს კაცობრიობა მუდმივ ომში იყო ჩაფლული. ნეოლითის პერიოდში, როცა ადამიანები ნადირობიდან და მიგრაციიდან გადავიდნენ მუდმივ დასახლებებზე და დაიწყეს მიწათმოქმედება, ანუ მოხდა პირველი აგრარული რევოლუცია, მოსახლეობა გაიზარდა და ტექნოლოგია განვითარდა. თუმცა ამან ასევე წარმოშვა იარაღის გაუმჯობესება, რესურსების კონკურენცია და ორგანიზებული ომები. დასახლებები ხდებოდა თავდასხმის სამიზნე, ქალების, საკვების და მისდამიცის გამო. მეზობელი ტომები ერთმანეთს საფრთხედ აღიქვამდნენ და მამაკაცთა ჯგუფებს შორის ომები იფეთქა. სწორედ ამან გამოიწვია I-ქრომოსომული მრავალფეროვნების მკვეთრი შემცირება, როდესაც მთელი მამრობითი ხაზები ერთიანად განადგურდნენ. ზოგი მეცნიერი თვლის, რომ მიზეზი არა მხოლოდ ომი, არამედ ხაზოვანი გაყოფა იყო, როცა ტომები მშვიდობიანად იყოფოდნენ მცირე ჯგუფებად. ასეთ შემთხვევაშიც კი ახალ ჯგუფებში მამაკაცთა გენეტიკური მრავალფეროვნება დაბალი რჩებოდა. დროთა განმავლობაში ზოგიერთი მამაკაცის ხაზი ქრება, ზოგი კი ძლიერდება. საბოლოოდ კაცობრიობის ისტორიის ამ ბნელ ეპოქაში მამაკაცთა გენეტიკური მრავალფეროვნება მკვეთრად შემცირდა და ზოგი თანამედროვე საზოგადოება დღემდე ვერ აღდგა იმ დანაკარგიდან, რომელიც ამ საიდუმლოებით მოცულ და სასტიკ ეპიზოდში მოხდა.